მოგესალმებით ჩემს ვლოგების არხზე მეგობრებო, როგორც ხედავთ საქართველოში ვიმყოფებით, წინის წინა ვიდეო ქობულეთში გადაღებული ძალიან მოგეწონათ. ხო და ვაგრძელებთ მსგავს ვიდეოებს. ახლა ვიმყოფებით წყალტუბოს მისადგომებთან და მივდივარ წყალტუბოში, სადაც უნდა გაჩვენოთ ძალიან საინტერესო ადგილი. კერა ეთნოჯგუფი არის ესეთი ადგილი, სადაც ერთ სივრცეში განთავსებულია სასტუმრო, რესტორანი, ეთნომუზეუმი და ბევრი საინტერესო რამ. ხო და ერთად დავათვალიეროთ ეს ყველაფერი და თან ცოტა დავისვენოთ წყალტუბოში. რამდენი დღეა საქართველოში დავდივარ, გზაში ვცხოვრობ ფაქტობრივად. ძალიან საინტერესო ადგილია, მე უკვე მოვიძიე ინფორმაციები, რა თქმა უნდა და ძალიან მოგეწონებათ, დარწმუნებული ვარ და მეც მომეწონება ვიცი. ეს არის სასტუმრო სივრცე. ახ რა ლამაზია. ძალიან კარგად არის გაკეთებული, ძალიან მომწონს. 112 გახლავთ ჩემი ნომერი. აბა შევედით. ლუქს ტიპის ნომერია. რაც ძალიან მახარებს, ეს არის მისაღების სივრცე. აქეთ რა გვაქვს? სველი წერტილი. მოდი ძმა. სუფთა. აქეთ გვაქვს საძინებელი. ესე გამოიყურება. და აქეთ გვაქვს აივანი. და აივანი გადაყურებს სათბურებს. ეს სათბურებიც არის აი ამ კომპანიის, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჰერბია, ალბათ გაგიგიათ. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყავთ მოკლედ ეს პროდუქცია. კიდე ერთი ნომერი უნდა გაჩვენოთ, რომელიც წეღანმა ნახის და ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ კაი გადასაღებია ეს ნომერი. ნახეთ რა მაგარია. სულ ქვაშია რა და ძალიან ავთენტურია. ნუ ეს ახლა პატარა ნომერია შედარებით კი არა ბევრად პატარაა ვიდრე მე მაქვს, მაგრამ ვიზუალურად მე ეს უფრო მომწონს. ჭერის ნახე რა ლამაზია. ოკეი, წავიდეთ ახლა. ვისადილოთ, ცოტა დაღლები ვართ ბიჭები. ვისადილოთ და მე რა თქმა უნდა ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ აქ. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ხდება და მიხარია რომ ესეც საინტერესო ადგილზე ჩამოვედი გადასაღებად. მე ნებიერიძე ვარ კი ზესტაფონიდან. კი ბატონო, იმერელი გახლავართ. შეფზარეული ყავს, აი უაღრესად ძალიან ძლიერი აქ ესე რომ ვთქვათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნამუშევარ წისქვილი ჯგუფში ერთ-ერთი წამყვანი შეფზარეული და გადაწყვიტა სახლში ჩამოსვლა და მოვიდა ჩვენთან რესტორანში ესე რომ ვთქვათ. ძალიან კაი. პროდუქტი ჩვენი გვაქვს შესაბამისად რასაც ხედავთ. ესე რომ ვთქვათ თითქმის ყველაფერი ჩვენი არის. ეკოლოგიურად სუფთა. ეკოლოგიურად და ღვინო შესაბამისად ბიოლოგიურად სუფთა, არა მარტო ეკოლოგიურად. როგორც იმერულ ოჯახში ტყოდნენ, უფალი ვახსენოთ. აი ხარ. ღმერთი იყო ჩვენი ფარველი. ღმერთს დიდება. უფალს დიდება, ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა. აი ხარ. კაია ძმაო. რამდენსაც დალევ, შენ ძეს დალევ მეც. დავაი. ჩვენ ახლა რესტორანში ვართ, ჩვენ ნადინი ხლა, აი იწყება ნადინი. ანუ გარეთაც სანადი მოგიწერია. ნადინი არის და ამიტომ ამიდან გამომდინარე ახლა ვიწყებ ნადინს ჩვენ და არა ვახშამს ან სადამამს. ნუ ეს ახლა რაღაც გაბრანჭვა საჭიროა სალატი. ეს ნადინს ახლა რა ნადინს ვერ უხდება. სერვირება. მოდი ეს სალატი არაა საჭირო. გადადევდი. სალატი არიდა. ნადინს ვერ მოუხდა რაღაცა. სალატი. ეს იმერული ხაჭაპური ხო? აბა ეხლა ვნახოთ. ნახოთ როგორი იმერული ხაჭაპური გაქვთ. აი ხაჭაპურა. აია. ჩვენ ემათვის ვოდი ხაჭაპური და საღო. ვინც გააკეთა გადაესით რომ საღო. კი გავიშლო ჩვენ შევწავ. ეს უკვე ნადიმია, ძმაო, ეს უკვე ნადიმია. ზედმეტია თქო. რა მოია. ოჰოჰოჰო. აი ხა ვინც ამ ვიდეოს უყურებს და დიეტაზეა რაიმე მსგავსი. საცდაობა, ან ვინც ღამე უყურებს.
წიწილად ყემალში ხوار გესიამოვნებათ მეგობრებო. G21 მეგობრებო, ნახეთ რა მაგარი მდგომარეობაშია. იდეალურად არის გაკეთებული. ახე. და გავისეირნებთ. ეხა მანქანით. წინ დაჭერ, შემოგვაც მე დავიდე. ოკეი. ავედით. რა კაი ის არის, რა ქვია? კარგად არის გაკეთებული ძალიან. დააკმაყოფილი ვარ. ეს აი შეიძინეთ და მე ყავდა, ანუ ეს არის ბაბუა ჩვენის იყო ეს და ასე შევინარჩუნე. ანუ ოჯახის არის. აუ რა მაგარია. და ეს მერე განაახლეთ, ხო? განაახლეთ, კი თითქმის ყველაფერი ისეთივეა, რომ უკვე განახლებული. რესტავრაცია გაუკეთა. რესტავრაცია გაკეთებულა, როგორც ასეთი ყველაფერი ზავასკოისა. აგარია ზვაუ. ერთდროს ვაუ ეს მანქანა, ასი ძახი. კაი შენახული მანქანა. აუ ხო არ გადავა. იმედია შევძლებ. აი ეს სიჩქარეები როგორ არის? შეხედე ასე შეპლენეს რომ დააჭირე ბოლომდე ეს არის პირველი. ხო. აი წავედი იქით თუ აქეთ. გალიაში ჩასასმელად მინდიხარ ჩარ რამა ჩარ ჰეი შენ ხომ ჩემი უთოთი დიხარ არ გეგონოს გალისთვის მინდიხარ ჩარ რამა ჩარ ჰეი ძალიან გაასწორა. და ეს აღდგას უბრალოდ ვიზუალისტვის, ხო? ვიზუალისტვის აღდგას, მაგრამ ესა ჩვენ აისტუმრებთ, თქვენ აისტუმრებთ, გვერგო პატივი რომ გაგვესეირნა. მანქანა და ოდა არის ერთი ეპოქის. აჰა, ეს ოდა, სადაც ხო, სადაც დაახლოებით ამ ეპოქაში ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებიც დადიოდნენ აი ამ მანქანით. მოკლედ აქ კიდე ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს სანახავი და ეხლა ცუდი ამინდია. ამიტომ ხვალისთვის ყველაფერს კარგად გემრიელად დაგათვალიერებინებთ. სულ რაღაც 20 დღეა რაც გაიხსნა ეს ადგილი, წარმოიდგინეთ და ძალიან მიხარია რომ მე მერგო პატივი რომ ესეთი წამოწყება თქვენამდე მომეტანა და გამეცნო ხალხისთვის, იმიტომ რომ მართლა დასაფასებელია ესეთ რაღაცები რომ კეთდება ჩვენ ქვეყანაში. აი ესეთი ამბები. და გათენდა მეორე დღე მეგობრებო. როგორც ხედავთ, დღეს ძალიან კარგი ამინდი გვაქვს, რა ძალიან მახარებს. პირველ რიგში მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო აი ამ ადამიანებს, რომლებმაც გუშინ საოცრად გვიმასპინძლეს. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ მინდა გითხრათ აი აქედანაც, ვიდეოდანაც. მოდი დავიწყოთ ახლა აქაურობის დათვალიერება. ამ სივრცეში ძალიან ბევრი რაღაც ერთიანდება. ეს არის რესტორანი, რასაც ქვია სანადიმო, ესე ეძახიან აქ. არ არის სასტუმრო და არის საცხოვრისი. და მოკლედ არის ასევე მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ უძველესი ნივთები, როგორც არის მაგალითად ეს საწნახელი და აქ კიდევ უამრავი სხვა ძველი ნივთია, რომელსაც ადრე იყენებდნენ და ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის დათვალიერება. მაგრამ ყველაზე ღირებული ჩემი აზრით აქ არის თვითონ ეს სახლები რა, ოდები. აი ძალიან ლამაზად არის მოწყობილი ყველაფერი, ძალიან გულიანად არის გაკეთებული. გესიამოვნება რა რომ შემოხვალ. ეს არის სანადიმი ადგილი, სადაც შეგიძლიათ გემრიელად იქეიფოთ, შევიდეთ, დავათვალიეროთ. აი აქ ჩვენ კი ვიქეიფეთ გუშინ. ნახავდით მაგას. ყველაზე სასიამოვნო რაც არის, როდესაც შემოდიხარ, ჩემთვის პირადად არის აი სუნი რა, რაღაცნაირი სუნი აქ სოფლის ძველ სახს რომ მოგაგონებს რა, ჩემს ბავშვობაში გადავყავარ ამ სუნს. და ყველაფერი ისია მოწყობილი, როგორც ძველ დროს იყო, ანუ ავთენტურობა შენარჩუნებულია. აქეთ
მეორე მაგიდა, აქეთ მესამე მაგიდა და აქეთ კიდე მეოთხე მაგიდა. ესეთ არაჩვეულებრივ ადგილზე შეგიძლიათ მოკლედ გაშალოთ სუფრა და მიირთვათ უგემრიელესი კერძები, მართლა საოცარი სამზარეულო აქვთ, იმიტომ რომ გუშინ რა ვიცი, ისე გემრიელად ჭამეთ ყველამ. ხო, გარე სივრცეშიც რა თქმა უნდა არის მოსასხდომები. მოკლედ იპოვით რა, თქვენთვის სასურველ ადგილს რომ გემრიელად მოჯდეთ და იქეიფოთ. აქაც კუპეებია, თავის ბუხრით ზამთარში. აი მიყვარს რა, ყველაფერი იდეალურად არის გაკეთებული. თითოეულ დეტალზე როა ნაფიქრი, ეს იგრძნობა აქ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ყველა დეტალი, ყველა კუთხე, კუნჭული არის გულიანად გაკეთებული. კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, ეს ადგილი არის ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან დაახლოებით 20 წუთის ავაგზაზე. ანუ ძალიან მარტივად შეგიძლიათ აეროპორტიდან აქ მოსვლა და აქედან მაგალითად პრომეთეს მღვიმე ერთ-ერთი ტოპ სანახაობა იმერეთში არის, სადღაც 10-15 წუთის ავაგზაზე. ანუ სადღაც შუა წერტილია ეს ადგილი, ლოკაციურად ძალიან კარგი ადგილია. როდესაც ჩამოხვალთ აეროპორტში ან თქვენი სტუმრები ჩამოვლენ, შეგიძლიათ აქ მარტივად მოხვიდეთ, მოისვენოთ, მიირთვათ გემრიელი კერძები და აქედან მე მარტივად დაათვალიეროთ ისეთი ტოპ სანახაობები, როგორიც არის მაგალითად პრომეთეს მღვიმე. მოკლედ, საკმაოდ კარგი ლოკაცია აქვს, მაგის თქმა მინდოდა და უმარტივესია აქ მოხვედრა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ოდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ გაცოცხლებულია ძველი დროის სახლი. აქ ნახავთ თუ როგორ ცხოვრობდნენ 300 წლის წინ ჩვენი ქართველები და კერძოდ იმერლები. აქ გვაქვს საკმაოდ დიდი ზომის დარბაზი, სადაც შეგიძლიათ გადაიხადოთ ქორწილი, დაბადების დღე, ბანკეტი და ასე შემდეგ. ეს გახლავთ ღვინის მარანი, შევიდეთ, ვნახოთ. აი ყურადღება მინდა გავამახვილოთ წესრიგზე, სისუფთავეზე, რაც აქ არის. ნახეთ რა კარგად არის ყველაფერი გაკეთებული. აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ, დააგემოვნოთ, სხვადასხვა ჯიშის ღვინოებია, ესეც მარანი. ყველაფერი სუფთად და იდეალურად არის გაკეთებული და ღვინის დაგემოვნება არის უფასო აქ, შეგიძლიათ მობრძანდეთ, დააგემოვნოთ. იცი რა მაინტერესებს, აი რა დრო დაგჭირდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად და რატო გააკეთე რა? თვითონ მშენებლობის იდეა წამოვიდა ჩვენი ოჯახიდან ზოგადად. ყველა იყო თითქმის ჩართული ამ პროექტში. დაახლოებით 8 წელი მოვანდომეთ ამ სივრცის ამ ფორმაში მოყვანას. 8 წელი, ხო? დიახ, 8 წელი. წელი პატარა დრო არ არის. ნამდვილად აქ თავმოყრილია 300-წლოვანი ნივთები. ოდა არის დაახლოებით 150 წლის. სამუზეუმო სახლი არის 300 წლის და აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი სანადიმო მიმართულება ძირითადად ვაწარმოებთ ჩვენ სათბურებში ეკოლოგიურ პროდუქტით. ყვა მზარეული, რომელიც აცოცხლებს ძველ უნიკალურ კერძებს, გემუებს. ერთი სიტყვით რო გითხრათ, ეს არ არის ჩვეულებრივი უბრალოდ რესტორანი, ეს არ არის უბრალოდ სასტუმრო. ვისაც მოგენატრათ სოფლის ავთენტური გარემო, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ, დაისვენოთ, მიირთვათ გემრიელი კერძები და რა ვიცი, საოცრად გაატაროთ დრო ამ არაჩვეულებრივ ადგილზე. ჩემი დიდი რეკომენდაცია კერას. ეხლა მეგობრებო, ჩვენ ესეთ რაღაცას ვაპირებთ. აქედან 15 წუთის ავაგზაზეა თუ არ ვწდები პრომეთეს მღვიმე. წავიდეთ, ვნახოთ და გადავიღოთ. ჩემი მგელი ადგილზეა. იმედია უყურებთ მეგობრებო, ჩემს მეორე არხზე საქართველოს გარშემო მოგზაურობას. იმერეთი გადავიღეთ, ხევსურეთი გადავიღეთ, ნახავდით უკვე. და სხვათა შორის ხვალ მივდივართ რაჭის გადასაღებად, რო იცოდეთ. და დაიდება ჩემს მეორე არხზე. ეხლა კი წავედით პრომეთეს მღვიმეში. სულ რაღაც 15 წუთის გზა არის პრომეთეს მღვიმემდე. და ძალიან კარგი გზა, იდეალური. 3 ლარი ღირს ავტოსადგომი. და ამ ტიპს რაც სულდად ყავს გაჩერებული, ეს როგორ შეიძლება? როგორ არა? ეხლა კიდევ გადაღებები? ხო, აი სკანიონის უნდა ღვიმე უნდა გადავიღოთ. გაიხარეთ. ეგ არის, შევიდეთ, ავიღოთ ბილეთები.
და გადავიხოთ. მე საქართველოს და ქვეყანას ძალიან გაიხარეთ. მოდი გადავიღოთ. მოდი შუაში მე დავდგები, მოდი. მე თქვენ მე გადაიღეთ. მადლობა და წამოდი. მიცოცხლე. ზოგადად ირგვლივ არის ძალიან ბევრი მღვიმე და 1600 მღვიმემდე არის ნაპოვნი დასავლეთ საქართველოში. 1600 მღვიმე, კაი ბევრია. მე რასაც ვაკვირდები ხა, არ წყდება ხალხის ნაკადი. ანუ ძალიან დიდი დაინტერესება არის უცხოელების მხრიდან. დიახ. დაახლოებით 80% არის უცხოელების, 20% ქართველები. კი ბატონო. გავაქტიურდეთ ქართველები. ძალიან საინტერესო სანახაობა გელოდებათ აქ. ერთი ციდა შესასრელი აქვს რა, გონია რომ არაფერი ისეთი არ იქნება შიგნით, მაგრამ ცალკე სამყაროა. ძირითადად შესასვლელი არის ლოდნარის სახით წარმოდგენილი კირქვა და აი ესეთი ლოდებია უამრავი ირგვლივ. რაც იმაზე მეტყველებს რომ აქ გაედინებოდა წყლის ნაკადი, რომელმაც შეუწყო მღვიმის შექმნაში, რა თქმა უნდა, უკვე ხელი და აქ 1400 მეტრის გარდა 25 კილომეტრამდე არის ქსელი. ეს არის განშტოებათა ჯამი. აი ნაწილი არის წყლით გამოსებული, სადაც ყვინთვა უწევს უკვე სპელეოლოგს და ნაწილი არის ესეთი მშრალი დარბაზები, სადაც ჩვეულები შეიძლება გადაადგილება. წლის ნებისმიერ დროს 14 გრადუსია სასიამოვნოა აქ ყოფნა. ზამთარში სითბო იქნება. ზამთარში შედარებით სითბო გამოდის, კი ბატონო. ახლა საქართველოში ყველაზე დიდი მღვიმე ეს არის, ხო? კი ბატონო. კეთილმოწყობილი, კი ბატონო. აი მუსიკაა და აღარა უხდება ამ გარემოში. თუ ადამიანი არა ინფორმირებული, ხო? ასე თუ ისე ეშინია ზოგჯერ ახლა მღვიმის ჩამონგრევის ნაღვენთები დაცემის და ასე შემდეგ, მაგრამ პირიქით ამ ნაღვენთებს გამყარებითი ფუნქცია აქვს. ეს ზოლები რაც ჩანს, ეს ადრე იყო ბზარები. სწორედ ამ ბზარებში ჟონავს ეს ნაწარმოები გრუნტის წყლები, რომელიც შეიცავს ბევრ კრისტალს და მინერალს, ეს წყლების შედეგად ილექება და ეს კრისტალიზაცია ძალიან მყარია და ამ სტალაქტიტებს პირიქით გამყარებითი ფუნქცია აკისრია. გარდა იმისა, რომ ლამაზია. ესენიც ლამაზია ესენი. აი სწორედ ეგაა, აი ჩვენი მღვიმეთან ისე არის განლაგება დარბაზების, რომ თანდათან უფრო სანახაობრივი ხდება და საინტერესო. აქ ცოტა ფრთხილად და შეგვიძლია ზემოთ ავიხედოთ 32 მეტრია ჭერამდე. 80 მეტრიდან. ეს არ გვინახავს წინ. ხო. და სინამდვილეში 80 მეტრის წინ, ანუ ორი იმდენია კიდე ზევით. წარმოიდგინეთ, სად ვართ ახლა. ისე ეხლა ცოტა სუნთქვა გამიჭირდა, ეგ სიბრალი. ამის ეს რო ვთქვი, ხო? ყველაფერი რიგზია, it's okay. ანუ ერთი ჯგუფი წავიდა 5 წუთის წინ. ახლა მეორე ჯგუფი მიდის და ალბათ ჩვენს უკან კიდე ჯგუფი იქნება, ხო? კი ბატონო. ანუ სულ ესეთი სიტუაცია. ესეთი ნაკადებია და გამცირებელს მოყავს ჯგუფები. ძალიან კაია რა. იტალიელების სპაგეტიაო იძახი. მეგრელები ელარჯიაო და სპაგეტი ელარჯი. It's okay. გამარჯობა. ო, პეტორია. ვის არ ნახავს ახლა? როგორ აი it's okay. კაცი ხო არ მოხვდით? კი, მოხდეთ. შეშრები როგორ ხარ? კარგად. თქვენ სტუდენტები ვართ. მესამე შვილი მომენატრა და წამოვიდე. კი ბატონო. რომელი მღვიმე აღმოაჩინა? ეს? კონკრეტულად ეს. აჰა. ერთ-ერთი არის 4 ადამიანიდან. ანუ 4 ჯუმბერ ჯიშკარიანის ესა მეთაურობით ჩამოვიდა აქ ექსპედიცია. მოდი. ამირან ჯამლიშვილი, თამაზ კობულაშვილი, კოტენი ჟარაძე და ვახტანგ კაპანაძე. იყვნენ პირველ აღმოჩენები და ერთ-ერთი. გამაგარი. ანუ თქვენ აღმოაჩინეთ. აქამდე ეგრე იყო და ამის მერე როგორ იქნება არ ვიცი. აგას ვერაფერი შეცვლის. კი ბატონო. ისტორიაში ჩაეწერა უკვე. ძალიან მაგარი. საღმოსავლური მოტივები ასე დავარქვით ჩვენ, აქ იყო ბატონი ჯუმბერი, რა თქმა უნდა ამირანი, ვახტანგი, მე და კოტიკანი ჟარაძე. და მართლაც აი ნახეთ, ორი ორნამენტი ერთმანეთს არ გავს, პარადოქსია. სხვა გაშრა და იმიტომ გადმოცვიდა ეს ყველაფერი. ეთქობა ერთი პერიოდი ამ მღვიმემ გაიარა სიმშრალის და იმის ბრალია. ეს სიყვარულის დარბაზია და აქ ხელის მოწერა ნებადართული ოფიციალურად. ყველაზე მაგარი ახლა იქ დიდ დარბაზში, მაგრამ აქ ძირითადად სიყვარულის დარბაზია. ერთი ადამიანი, რომელმაც ეს მღვიმე აღმოაჩინა. ყველაზე დიდი დარბაზი. ჩავთოთ გიაყანჩელის კიდევ ხელახლა. ხო. ხო ჩავთოთ. ხო რო ის
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ნაწილი ამ ღვიმეში. შეიძლება ითქვას კულმინაცია რა, თან ეს მუსიკა ძალიან უხდება. საოცარი სანახაობა, რა ვიცი, ეს უნდა ნახოთ აუცილებლად რა. თან მithumetes ხალხთან ურთიერთობა. აი არ ვიცი ეს მოგარაგოთ ძალიან შემეცნებითი და ესეთია რა, აი სულ უყურებ ხოლმე. შვილებთან ერთად რომ თქვი ოთახში სადაც გიდები არიან 1 საათი ქება იყო, შენი ქება იყო. მიხარია ძალიან მადლობა. მოდი კონტენტს აკეთებ თქვენ. მოდი. ჩვენი ნავიც მოვიდა. ჩაჯეკი მოვიდა. აქ ხა წყალი დავალია? 3 მეტრომდეა სიღრმე. კაი, გრმაყოფს ეს. კი. ნახე რა ლამაზია ეს. აქ გავდივართ ახლა დარბაზში. ეგ ცოტა ფრთხილად. თავი დავხაროთ. ესეთი ნავი რო ყოფილიყო, ამას დაჭირდა წლები, ხო ხვდები, რომ აი ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორც ჩვენ გვინდა რა. ელექტროძრავია და 15 ადამიანი შეუძლია რომ გაიყვანოს გარეთ ერთ ნავს რა. რამდენი ნავი? 3 ნავი. აი 3 მეტრომდე მერყევს ყველგან, ზოგან 2 მეტრია, ზოგან 9.5 მეტრიც კია. ნელა გავდივართ. დღეს მაგრა გაგვიმართლა ამში. ხერა ლამაზია. აქაც არის ერთი სიფონი, შეგიძლია ჩაყვინთო და იქ პირისთან, სადაც ჩვენ მივდივართ, იქ შეგიძლია ამოყვინთო. აუ, დაცხა. შევბრუნდეთ რა. იქით ჯობდა ხო? სიგრილე კაი. აბა მადლობა ძმაო. მადლობა სტუმრობის. მადლობა ესეთი ინფორმაციული ტურისთვის და ჩვენ კიდე რაღაც ძალიან მაგარი რაღაც დავგეგმეთ ჩემი მთავარი არქივისთვის რაღაცა ვიდეოს მონახაზი გაკეთდა რა და როგორ ჯერჯერობით არ გეტყვით. მაგრამ ძალიან მაგარი ვიდეო დაიგეგმა. მადლობა ძმაო კიდე ერთხელ. ასე და ამგვარად მშვენიერი 2 დღე გავატარე ამ არაჩვეულებრივ ადგილზე და ჩემი დიდი რეკომენდაცია კერა ეთნო ჯგუფს. შეგიძლიათ Google Maps-ზე ძალიან მარტივად იპოვოთ ეს ადგილი და მობრძანდეთ ისე ამოვნოთ. ეხლა მივდივარ რაჭაში, უკვე ახალი გადაღება იწყება, ესეთ გრაფიკში ვარ მოკლედ და რაჭაში ვიღებთ ეპიზოდს ჩემი მეორე არქივისთვის, ჩემი პროექტისთვის საქართველოს გარშემო. რაჭის ეპიზოდი ძალიან ისეთი სანახაობრივი და საინტერესო უნდა გამოვიდეს წესით. მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. რა თქმა უნდა, შევხვდებით ახალი ვიდეოთი, ახალი ვლოგით ამ არხზე. ამიტომ ეს არხიც გამოიწერეთ აუცილებლად და დაგემშვიდობებით დროებით.